ეს დედა ჩემია. მარია მანთაძე. ეს არის მამა ჩემი. ბორის რუხაძე. დედა გურულია. მამა არის იმერელი. დედა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათიდანაა. ეგნატე ნინოშვილი ასწავლიდა იმ სკოლაში. მამა ჩემი არის ქვედა საქარიდან, ზესტაფონის რაიონიდან. უნდა გითხრა რომ ახლა დიდარი ჩემი ოჯახი არასოდეს არ ყოფილა. რა საშუალო ფენა, საშუალო კლასი, ასე ვთქვათ, სადაც თუ შიმშილი არ იყო და თავიდან საერთო ბინაში ცხოვრობდი. ეგ მე მოხდა ისე რომ მამა ჩემი სამსახურმა ააშენა ბინა და მე საბრუთაოზე გადავედით ვაკიდან და გვეღირსა ცალკე ბინა ბოლოს და ბოლოს. მაგრამ რა ის ვიყავით, მაინც მაზღარე ვიყავით და რაც თავარია, იცი, აი არასოდეს არ დამევიწყდება. ამ ბავშვობაში ბედნიერების ისეთი შეგრძნება იყო, ისეთი მწვავე შეგრძნება იყო ბედნიერების, რომ იმის დავიწყება არ შემიძლია. ესე იგი, ყველაფრით სავსე იყო, იცი. ოღონდ არ აქვს რა თქმა უნდა, მობილური ტელეფონი, ინტერნეტში არ ქონდა წვდომა, არ ქონდა ასეთი ციფრული ტელევიზორები ეხლა როა და საერთოდ არ ქონდა ცხოვრების ისესი ეხლა როა, მაგრამ ვერ გეტყვი რომ ამის გამო ჩემს ბავშვურ ბედნიერებას ერთი მისხალი დააგლდა თქო, ამას ვერ ვიტყვი. ერთი სიტყვით ბავშვობა იყო კარგი და ბედნიერი, ისეთი სიამოვნებით ვიგონებ. ხედავ, ეს ჩემოდანი, ეს ჩემოდანი. უნდა გავხსნა და გაჩვენო და ეს ჩემოდანი არის გამოტენილი ჩემი ბავშვობის სურათები და ამის დათვალიერება არ გინდა. აქ იქნება დაახლოებით 2000-მდე სურათი, მე თუ მეტი არა იქნება მაინც. ხო და ხანდახან ვფიქრობ ხოლმე ვერ ვარ ვიქნები ვისაც დაჭირდება ეს ნეტა რას უზამენ ამ სურათებს ვფიქრობ და ხანდახან რომ ვიფიქრებ რომ ესე იგი არავის არ დაჭირდება გული შემეკუმშება ხოლმე და შემეშინდება ხოლმე რომ ეს ამხელა ისტორია ამ ჩემოდანში როა შეიძლება ემშვენიერ დღეს არავის აღარ დაჭირდეს. იდეალში უნდა დაჭირდეს ჩემშვილებს, მაგრამ რა უნდა გააკეთონ ამისგან? ან ამ წიგნებისგან, რომელიც აქ არის, ამ ოჯახში არის დაახლოებით 3000-მდე ტომი წიგნი. აქ მეორე ოთახში, მეორე სართულზე წიგნად არის გადაქცეული აგაურობა და ამ ბიბლიოთეკას აი მარტო 500 ბესტსელერია. ამერიკული 500 ბესტსელერი, რომელსაც ჩემი მოწაფეები, ჩემი მეგობრი შვილები იყენებენ, კითხულობენ, მიაქვთ, ზოგს მოაქვს, ზოგს არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამას იყენებენ. და ვფიქრობ ხოლმე ნეტა, აი რა იქნება მერე ეს ყველაფერი, რად გადაიქცევა თქო. ის კი არა წიგნის წერაზე გეტყვი, თუ გინდა. კაცო, ისე მიყრის ხალხი თავის ცხოვრებაზე წიგნს რო წერს. ბიჭო, წერენ ამ წიგნებს და მერე თვითონ კითხულობენ თავის დაწერილ წიგნებს თავის შესახებ. მე მეუბნებიან დაწერე წიგნიო, შენ ცხოვრებაზე ამდენი რაღაც გაგივლიაო. დავწერ, მაგრამ აი ვერ წარმოვიდგინე, იცი, როლი და კვალის სიღრმე, რომელიც ჩემმა დაწერილმა წიგნმა უნდა გაავლოს ჩვენ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ხო და რადგანაც სტიმული არ მომცა ამ ფიქრმა, ამიტომ ჯერ წიგნის დაწერამდე ვერ მივედი და შეიძლება არასოდესაც არ დავწერო, არ ვიცი. თუმცა ზოგს მიაჩნია, რომ ღირს წიგნის დაწერა ჩემ ცხოვრებაზე. ნახოთ, ერთ სიტყვით ნახოთ. ეხლა ამცალია ყოველ შემთხვევაში, ეხლა ძალიან დაკავებული კაცი ვარ. 83 წლის დამარხვი თუ გინდა. მაგრამ მე რომ საქმეს ვაკეთებ და მე რომ დაკავებული და მე რომ გეგმიურად მუშაობ და თვითონ წუთის გადა საათიდან მე რომ წვენს ვადენ, არ მგონი რომ რომელიმე ახალგაზრდა შეეძლოს ამის გაკეთება. რაზე მინდოდა ლაპარაკი? მე რომ ახლა მოვყვედა მთელი ჩემი ცხოვრება გავიხსენო, ცხადია ვიღაცას თავს მოვაბეზრებ და ეს არ მინდა გავაკეთო ნამდვილად. მაგრამ ერთ-ორ დეტალს გეტყვი და მოვიგონებ ამბებს. მე ვსწავლობდი 55 საშუალო სკოლაში, ვაკეში. ეხლაც 55-ია, წინათ ერქვა მე-6 ვაშტა. და
ხუმრობით ეძახდნენ იპოლიტეს გიმნაზიას. რატო? იმიტომ რომ იპოლიტე სუგულაძე იყო მისი დირექტორი და იპოლიტეს გიმნაზიის მოწაფეებს გვეძახდნენ რა. მე სკოლა რომ დავამთავრე. დედაჩემი გიждდებოდა, უნდოდა რომ ჩამებარებინა ვეტერინარულ ინსტიტუტში. რატომ? მამაჩემის და დედაჩემის ვეტერინარები იყვნენ. ერთი ინსტიტუტი დაამთავრეს, ერთ სისტემაში იყვნენ, თუმცა დედაჩემი სანამ მამაც უცხალი იყო, არ მუშაობდა, იმიტომ რომ სახლში იყო ქვეყნის საქმე, ბავშვები გასადელი, მე და ჩემი და საბადრონო ვიყავით ლალი და ჩემი და ჩემზე 7 წლით უმცროსია და მეც ვეხმარებოდი დედაჩემ ჩემი დის გაზდაში სიმართლე გითხრა. მე ვეტერინარის ნაცვლად ავყევი ჩემ ძმაკაცებს ოთარ მათეშვილს და ვალერი ჭკადუას. ავყევი და ჩავაბარე უცხოენების პედაგოგიურ ინსტიტუტში. და ერთ ჯგუფში მოვხვდით კლასიდან 5 ბავშვი. წარმოგიდგენია? 5 მე, ესე იგი, ოთარ მათეშვილი, ვალერი ჭკადუა, ნია ფარსვანია და მზია ფიცხელაური. და მე მათთან ერთად. ეს იყო სასწაული, ესე იგი 15 სტუდენტიდან 5-ნი ვიყავით ერთი კლასიდან. ეს უდიდესი სიამოვნება იყო და ჩავაბარე ინგლისური ენის ფაკულტეტზე და დავამთავრე მივიღე სპეციალობა ინგლისურის და იტალიური ენის მასწავლებელი გავხდი. და ჩემი კარიერა დაიწყო რუსთავის მეორე სკოლაში. დაუვიწყარი. ესე იგი, შინაარსისა და ემოციით კარიერის ისეთი დასაწყისი იყო, რომელიც დავიწყება არ შეიძლება. თავიდან ვიყავი პიონერ ხელმძღვანელი. მე მომცეს საათები, ვასწავლედი ინგლისურს. და ბოლოს რო გავიდა რამდენიმე თვე, უცებ თავი ამოვყავი სად? ნეპალში. კატმანდუ დედაქალაქი, ნეპალი ქვეყანა. როგორ მოხდა ეს ამბავი? ეს ის დროა, რომ საბჭოთა კავშირი ეწევა კომუნიზმის, ესე იგი, გამწარებულ ექსპორტს. ანუ საბჭოთა კავშირი აშენებს რაღაც კაშხლებს, ქარხნებს აზიის ქვეყნებში. და მე მოვხვდი ნეპალში მოვხვდი. თარჯიმნად. ინსტიტუტი რო დავამთავრე. ანუ ვიყავი ინგლისურ-რუსული თარჯიმანი. რუსული ახლა ყველა ვიცოდით, იცი? რუსული სწავლა მაინც და მაინც არ გვინდოდა. ქუჩაში გვაქვს ნასწავლი და მაგრამ ყველგან რუსული იყო. ამიტომ რუსულზე თარგმნა და რუსულიდან თარგმნა ჩვეულებრივი ამბავი იყო ჩემთვის. თუმცა ეგეც მოსაყოლი ამბავია, ისე რა დაბრკოლებები შემხვდა ამ გზაზე. თუ იქნებოდა რომ მაგასაც ვიტყვი. გამიშვეს ნეპალში და მოვხვდი სიგარეტის ფაბრიკაში, საბჭოთა კავშირი აშენებდა უფასოდ უშენებდა ნეპალს, სიგარეტის ფაბრიკას და შაქრის ქარხანას. ორივეში ვიმუშავე. და გარდა ამისა უშენებდნენ საბჭოთა კავშირი ნეპალს უშენებდა უმარტივესი აგროიარაღების ქარხანას, აუშენა საავადმყოფო და აუშენა გზა, დიდი გზა, რომელიც ჯუნგლებზე გადიოდა. ერთ სიტყვით აი ამ ობიექტებზე ვიყავი თარჯიმანი, 22 წლის ბიჭი. და გავჩერდი იქ რაღაც, მე მგონი წელიწად თუ რაღაცა და მოვახერხე მანქანის ყიდვა, ვოლგა ვიყიდე. და ვოლგა მაშინ იყო, აეხლა რო ყავდეს მაგალითად BMW 640i. აი ეს რო ყავდეს, იგივე იყო მაშინ ამ ვოლგის ყოლა. ხო და ჩამოვიყვანე ყვითელი ფერის გასინსილებული ვოლგა. და იმით 23 წლის ბიჭი დავდიოდი ქალაქში ამ ვოლგით. აი წარმოგიდგენია მაშინ საბჭოთა კავშირში ეს რომელი წელი იყო? ეგ იყო 65 წელი, 1965 წელი. მაშინ ეხლა რო ასეთი ამბავი კი არ იყო ქუჩაში. მანქანა იყო იშვიათი ამბავი და იყო სულ საბჭოთა მანქანები. ვოლგა, პაბედა, მოსკვიჩი და ამიტომ ზიმი შეიძლება ყოფილიყო ხანდახან დიდი მანქანა იყო კომფორტული. და ეგ იყო. მაგრამ მე ეს ჩემი მანქანა ძალიან მიყვარდა და მეამაყებოდა, მაგრამ იღბალი არ ქონია ამ ჩემ მანქანას და არც მე. ამ მანქანით შევირთე ცოლი. უნდა გითხრათ, უნდა გამოგიტყვეთ, რომ მცვენია, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ქორწინებაში ვარ ნამყოფი რამდენჯერმე. ხო და
ჩემი პირველი ქორწინება 24 წლის ჭაბუკი ვარ. და რაღაც მაშინაც გაქცევები, მოტაცებები მოდაში იყო. და მანქანით წავედი ზესტაფონში, გურიაში, ჩემი შეულებრივი მარშრუტი გავაკეთე და მოვატარე ამ ჩემცოლ და ბიჭო არ გამოვიდა რა სიამტკბილება ოჯახში. ჩემ ოჯახში შეიქმნა სიტუაცია, სადაც დედა მყავდა, მამა ადრე გარდამეცვალა. მამაჩემ იყო 53 წლის ვაჟკაცი, რომ გარდაიცვალა. გულმა მოკლა ინფარქტმა. მაშინ არ იყო იცი ეს სტენტები, შუნტები და ესეთი რაღაცა მოგეხსენება, ეხლა რომ ელემენტარულად აკეთებენ. მეც მაქვს ერთი სტენტი გაკეთებული. და ესე დავკარგეთ 53 წელს და დედაჩემი დაქვრივდა 39 წლის ასაკში. და ცოლი რომ მოვიყვანე, ბიჭო არ გამოვიდა ერთად ცხოვრება რა. რასულელები არიან ადამიანები. ესე იგი რას წირავენ ბედნიერებას, აი ვერც კი წარმომიდგენია. ეხლა რომ ახსენდება ეს ყველაფერი სასაცილოა, მაგრამ მაშინ იყო დიდი ტრაგედია და იმისაც რომ ცალკე მეცხოვრა, მომიხდა მანქანის გაყიდვა. ჩემი საყვარელი ვულგა გავყიდე იეფათ უცებ რაღაც ვიშოვე რაღაც კლიენტი და წავედი და რაღაც ბინა ვიყიდე ერთ ოთახი, ამაში გადავედი დავიწყე. ერთ სიტყვით, ჩემი ვულგა შეეწირა ოჯახურ უსიამოვნებას. და ეს შემეძლო არ მეთქვა, რა თქმა უნდა, მაგრამ რატო არ უნდა ვთქვა, რატო არ უნდა ვიყო გულწრფელი. ამის მერე ეს ნეპალიდან რო ჩამოვედი, ხო? მერე შევირთე ცოლი. მერე მოხვდი ინგლისში, მაგრამ ინგლისში არა, ლონდონში ვცხოვრობდი 2 წელიწადზე მეც. აი იქ უკვე სხვა დონის მუშაობა იყო. იქაც თარჯიმანი ვიყავი, მაგრამ მიყავი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თავმჯდომარე ეს რა ქვია, თარჯიმანი. იქ მუშაობდი ორგანიზაციას ერქვა IMCO, International Maritime Consultative Organization, რომელიც მე გადაკეთდა სხვათა შორის უნდა გითხრათ, რომ იმ ორგანიზაციაში ბოლოს დიდი ხნის შემდეგ ჩემი მეგობარი და ჩემი ძამიკო გელა ჩარკვიანი იყო საქართველოს წარმომადგენელი. ელჩობას რომ მორჩა, გადაიყვანეს იმოში, ზუსტად იმ ორგანიზაციაში, სადაც მე მუშაობდი თარჯიმნად, როცა ახალგაზრდა ვიყავი. მე და გელა ერთად, გელა და მე ვსწავლობდით ერთად, ერთ ინსტიტუტში. ჩვენ ვიცნობდით და პირველი კურსიდან. და ქონდა ძალიან დიდი სულიერი სიახლოვე, გვიყარდა საუბარი ერთად, გვყავს ძალიან ბევრი საერთო მეგობარი და გელა რა თქმა უნდა ნამდვილად შესანიშნავი პიროვნება იყო, ძალიან გამორჩეული კაცი იყო, უნიჭიერესი ადამიანი, აკი გამოამჟღავნა კიდევაც მან თავისი თავი, ძალიან ბევრი წიგნი დაგვიტოვა, თავისი ინგლისური ბრწყინვალე ცოდით გამორჩეული და ურთიერთობაში ერთობს სასიამოვნო და საყვარელი კაცი. საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ მოხვდი ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, რომელსაც ერქვა კომკავშირის ცენტრალური კომიტეტი. და მაშინ ცეკას მდივანი იყო ოთარ ჩერქეზია და ერთ-ერთი მდივანი იყო როინ მეტრეველი. და გამატარეს გასაუბრება ჩემმა უახლოვესმა მეგობარმა ნუგზარწერეთელმა მომკიდა ხელი და ჩამომატარა ეს ხალხი და მიმიღეს ესე იგი კომკავშირის ცეკაში, იქ მუშაობდი. იქ 1-2-3 წელი დავყავი, მერე ხელი მივყავი ინგლისურის მასწავლებლობას. მერე ხო იქიდან გადავედი საგარეო საქმეთა სამინისტროში, ერთ-ერთი მივლინებიდან დაბრუნებული. საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოხვდი მინისტრთა საბჭოში და ვიყავი პრემიერ-მინისტრის თანაშემწე უცხოეთთან ურთიერთობის დარგში. და ბოლოს ისიც დამთავრდა და ბოლოს მოხდა ის, რაც მოხდა. რომ აღმოჩნდი ამერიკაში როგორც ჟურნალისტი, როგორც ტელეჟურნალისტი. ანუ ამერიკელებმა მოინდომეს ჟურნალისტების გაცვლა. მე წავედი ამერიკაში, აქ ჩამოვიდა ამერიკელი ჟურნალისტი სემიონ სმითი, აგერ არის აი კასეტა, რომელზეც ორივე ხატი ვართ, აი კუთხეში მაღლა, ორივე ხატი ვართ იმაზე, აი მან მიიღო ემი სხვათა შორის, ემის ლაურეატი გახდა ეგისა ფირი და ერთ სიტყვით
ამერიკაში წასვლამ, რა თქმა უნდა, ჩემი სახელი დაძრა ადგილიდან და ჩემი სახელი და გვარი ნელ-ნელა გახდა ძალიან ცნობილი და ძალიან ჩვეულებრივი ამბავი საქართველოში, თუ არა მის გარეთ. ამერიკაში ამ პროექტს ჰქონდა ძალიან დიდი წარმატება, ძალიან დიდი. მე ამერიკაში შევქმენი 300-ზე მეტი სიუჟეტი, რომელიც ყველა ჩამოვიტანე, ზოგიერთი მათგანი ეხლაც ეთერშია გადათარგმნილი, დევს ჩემს საიტზე და იმას მოყვა ამერიკაში ჩემს ტელემოღვაწეობაში, იქ მივიღე ემი, ამ ფირმა მიიღო სწორედ ემი, რეგიონალური ემი, სიმეონ სმითთან ერთად, ჩემს კოლეგასთან ერთად და იქიდან დაბრუნებული, როგორ დაბრუნდი იქიდან. ესე იგი, ამერიკაში ყოფნის დროს ზაზა შენგელია, მაშინ ის იყო პირველი ახლის დირექტორი, შემომთავაზა და ღმერთი გაახარებს, რომ სამშობლო დამიბრუნა, შემომთავაზა მუშაობა საქართველოს ტელევიზიაში. ამერიკიდან დაბრუნდი, იქ თვალის დახამხამებაში შევკარი ბარგი და წამოვედი, რა თქმა უნდა სიხარულით, რომ სამშობლოში ბრუნდებოდი და ვიმუშავე პირველ არხზე. და ბოლოს აღმოჩნდი აი ამ ტელევიზიაში, რომელსაც ქვია POS TV. ჩემი საყვარელი ტელევიზია, მე ვარ ერთ-ერთი დაფუძნებელი თავის დროზე ამ ტელევიზიის და მე დღესაც მუშაობ იმ ტელევიზიაში და მაქვს ჩემი გადაცემა საერთაშორისო პანორამა, რომელიც ძალიან მეამაყება, რომელიც ძალიან მიყვარს და ნეტა დიდხანს გავძლო იმ გადაცემაში ეკრანზე, იმიტომ რომ ეს ჩემთვის არ არის ხელფასის ამბავი მხოლოდ. ეს არის ჩემი სიამაყე და ჩემი დიდი სიამოვნება. იცი, მე როცა ჩემ თავთან ვაღიარებ, რომ მე ამის კეთება ისევ შემიძლია, ეს მაცოცხლებს და ეს მიხარია. მაქვს ორი წიგნი დაწერილი უწყვეტ განათლებაზე, რომელიც აგერ თაროზე დევს. მაქვს ძალიან ბევრი თარგმანი, მათ შორის წიგნები გადათარგმნილი. მიყვარდა ძალიან ერვინ შოუ, ამერიკელი მწერალი, რომლის ერთი-ორი ნაწარმოები წიგნად გამოვეცი. რინგ ლარდნერი მაქვს გადათარგმნილი და წიგნა რინგ ლარდნერი ამერიკელი მწერალი წიგნად გამოცემული და კიდევ ბევრი სხვა. იცი, ბევრი რაღაც ყველაფერს ვერ ვიტყვი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი და მინდა გითხრათ, აი რატომ ეკავია ხელში ესა. ამ ბოთლი დავარქვათ, მოდი, ამ ჭურჭლის ისტორია ძალიან დიდია. აი ეს ჭურჭელი არის დაახლოებით ესე 40 წლის იქნება რა, დაახლოებით. და რა წერია? 11 Alive. მე-11 პირდაპირი არხი, ეს არის არხი, რომელშიც მე ვმუშაობდი ატლანტაში, ამერიკაში. აი, აქ დაიწყო ჩემი ჟურნალისტური კარიერა და ეს წამომყვა იქიდან. იქ სვამდი ესე წყალ ზუსტად, როგორც ახლა. და ეს შემომჭა. და ჩემს მაგიდას ეს არ შორდება. 11 Alive. როგორ ვამბობდი ხოლმე, იცი, რომ დავამთავრებდი სიუჟეტის წარდგენას, ბოლოს ვიტყოდი, this is ნუგზარუხაძე 11 Alive. მე-11 პირდაპირი არხი. რა თქმა უნდა, მე მთელი ჩემი ცხოვრება ინგლისურ ენას ვასწავლი. მაგრამ ინგლისური ენის გარდა მე სხვადასხვა უნივერსიტეტში ვასწავლიდი ბიზნეს კომუნიკაციას, ვასწავლიდი ეტიკეტს, ბიზნეს, საზოგადოებრივ ბიზნეს ეტიკეტს და კიდე სხვა. აგრეთვე, ასე იგი, მე მუშაობ ბაირონის სკოლაში, ბაირონის ინგლისურენის სკოლაში, რომელიც აკადემიკოსმა ინესა მერაბიშვილმა დააარსა და მე ბაირონის სკოლაში, რომელიც ჩემს სახლშია პირდაპირ ქუჩაში არ გავდივარ, ისე მივდივარ, ვასწავლი ამერიკის ისტორიასა და ამერიკის კონსტიტუციას, რომელიც ბავშვებს ძალიან აინტერესებთ. ბავშვებს უყვართ ჩემ კლასში მოხვედრა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს რაღაც განსაკუთრებული გარემო, თავისუფალი აკადემიური გარემო, სადაც საუბარია მხოლოდ ინგლისურ ენაზე და ბავშვი წინა წლებში მიღებულ ცოდნას იმტკიცებენ ძალიან მკაფიოდ, ძალიან რეალურად და ძალიან პრაქტიკულად. ანუ მე ინგლისური ენის სწავლება არასოდეს არ შემეწყვეტია, ვასწავლედი უმაღლეს სასწავლებლებშიც, ვასწავლედი სკოლაში და რა თქმა უნდა, ხანდახან ძალიან განსაკუთრებულ შემთხვევაში ვასწავლი ხოლმე ახალგაზრდებს, რომლებიც ჩემთან
მოდიან ხოლმე. მაგრამ ის როგორ აი დროის საშუალებას მომცემს. არ მითქვი არაფერი მის შესახებ, რომ მე ნინელი ჟანკვედაძე და რამაზ იოსელიანთან, ნანა ფაშიაშვილთან ერთად ვთამაშობ სპექტაკლში და თეატრს ქვია თეატრი ათონელზე. ამ თეატრში აი ეს რეკლამა, რომელსაც იქ ხედავთ, აი ეს არ არის რეკლამაა, ზუსტ რომელსაც ქვია გამარჯობა $100. ეს არის პეტრე ხატიანოვსკის პიესა, რომელიც დადგა ჩემო უსაყვარლესმა მეგობარმა ქეთი დოლიძემ და იქ ვთამაშობ როლს ერთი ამერიკელი კაცის როლს, რომელიც მეორე აქტში ინგლისურ ენას სწავლობს და ქეთი მიფიქრა, რომ მე მომიხდებოდა ეს როლი და მართლაც ვითომ და ჩვენ კარგად 15 მე მგონი 15 წელი მაინც ვთამაშობდით ამ სპექტაკლს. ვიყავით გასტროლებზე, მათ შორის პარიზში, ლონდონში, ედინბურგში, არ ვიცი, აი ბევრ ადგილას ვიყავით. საქართველოს რა თქმა უნდა შემოვიარეთ გასტროლებით და მე სიამოვნებით აი ამ ვარსკვლავ ნამდვილ პროფესიონალ ვარსკვლავ მსახიობთან ერთად ვთამაშობდი ამ სპექტაკლში და ეხლაც რო დამიძახონ, ჩემი ტანსაცმელი ეხლაც იქ არის, კი არ წამომიღია თეატრიდან, რომ დამიძახონ, ეხლაც სიამოვნებით წავალ და მივიღებ მონაწილეობას. ეს იყო აი ჩემი სცენიური მოღვაწეობა. ამერიკაში ბევრმა რაღაცამ გამაკვირვა, როცა ჩავედი. ეს იყო ერთი დიდი კითხვის ნიშანი, მაგრამ ყველაზე მეტად გამაკვირვა დამოკიდებულებამ შრომისა და დროის მიმართ. ესე იგი, შრომის ნაყოფიერება, ანუ დროის ერთეულში ჩადებული შრომა რამდენად ნაყოფიერია და როგორი პატივისცემით ექცევიან მას და დროს როგორ გრძნობენ მტკივნეულად, რომ დროში და სივრცეში ხდება ყველაფერი, ზუსტად ამერიკაში ვისწავლე. რაც შეეხება განსხვავებას ამერიკულ და ქართულ ჟურნალისტიკას შორის, განსხვავება დღეს დიდი არაფერი, მაგრამ მაშინ, როდესაც მე წავედი, მე წარმოვადგენდი საბჭოთა სოციალისტურ ჟურნალისტიკას, ხომ? და საბჭოთა ჟურნალისტიკა ამერიკული ჟურნალისტიკისგან განსხვავდებოდა ის როგორ ცადა დედამიწა, რა თქმა უნდა და მე სხვათა შორის ამის გადალახვა მომიწია აი ამ განსხვავების, იმიტომ რომ მე ერთი სამყაროდან აღმოჩნდი აბსოლუტურად განსხვავებულ სამყაროში, მაგრამ უნდა გითხრა რომ ამერიკულმა ჟურნალისტიკამ და ჩემმა კოლეგებმა ჟურნალისტებმა გულში ჩამიკრეს, გამათამამეს, ხელის გულზე მატარეს, ემი მიმაღებინეს და ისე გამომიშვეს ამერიკიდან. მე მადლიერი ვარ ამერიკული ჟურნალისტიკის, ეს გახდა, მე ვიტყოდი, არ გადავაჭერბებდი, რომ ამერიკული ჟურნალიზმი და იქ ჩემი ასე ვთქვათ ფართხალი, ასე ვთქვათ, ჟურნალისტიკაში, მე ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების გვირგვინია და მინდა რომ დავიმშვენო ეს გვირგვინი და არ შევარცხინო. საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდი, ჩემს თანამდებობას ერქვა საოქრო საკონსულო განყოფილების გამგე, ანუ პროტოკოლი და საკონსულო განყოფილების გამგე ვიყავი, ანუ მინისტრის მოადგილის შემდეგ მე ვიყავი. სამინისტროში მიმიღო თენგიზ გორდელაძე, მე ცნობილი კაცი იყო, წინათ კინოსტუდიის დირექტორი იყო, მერე გახდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და მას ძალიან შრომის მოყვარე უწესიერესი კაცი, რომელმაც აი მე მიყვანა სამინისტროში და ჩემი ორი პერიოდი ვიმუშავე, ასე ვთქვათ, პროტოკოლის შეფად. ამ ხნის განმავლობაში პირდაპირ გეტყვი, რომ ჩემ ხელში გაიარეს მეფეებმა, დედოფლებმა, პრემიერ-მინისტრებმა, პრეზიდენტებმა, ელჩებმა, ერთ სიტყვით ასეულობით სტუმარმა, რომელიც საქართველოში ჩამოდიოდა და საქართველოში ჩამოდიოდა ძალიან ბევრი სტუმარი, იმიტომ რომ საქართველო, უზბეკეთი, კიევი, ლენინგრადი, ეს იყო ის ცენტრები, სადაც სტუმრები ძალიან ხშირად დაყავდათ ხოლმე. საქართველოში უხვად იყო ხოლმე მაღალი რანგის უცხოელ სტუმართა სტუმრობა და მე ვიყავი წინა პლანზე. ეს არის პროტოკოლის შეფის საქმე, ეს არის, ანუ ტრაპთან მე ვხვდებოდი, პირველად მე ვარწმევდი ხელს, მერე მომყავდა და ვაცნობდი ყველა დანარჩენს, ესე იგი, ასე იყო. თუ
თუ ჩემთან ერთად პრემიერ-მინისტრი დახვდებოდა მე მის გვერდზე ვედაკიდე ვეხმარებოდი რა თქმა უნდა. ნუ ჩემი საქმე იყო რომ სტუმარს თავი საქართველოს შეეძლო კარგად, კომფორტულად, საქართველოს აღექვას სწორად და სწორი შთაბეჭდილებით წასულიყო აქედან. თუმცა ჩემს მაშინდელ მუშაობას ჰქონდა თავისი სიზნელე, რატომ? იმიტომ რომ ეს არ იყო დღევანდელი საქართველო, ეს იყო მაშინდელი საბჭოთა საქართველო, სადაც რა თქმა უნდა ყველაფერს აკონტროლებდა სახელმწიფო და რა თქმა უნდა ჩემი ყველა ნაბიჯი და ურთიერთობა უცხოელ სტუმართან იყო კონტროლზე აყვანილი, მე შესაბამისად პასუხს ვაგებდი ამაზე ყველაფერზე და შემიძლია ასეთი რაღაც გავიხსენო. ერთხელ ჩამოსულია საქართველოში ამერიკის ელჩი საბჭოთა კავშირში ბატონი სტესელი თავის მეუღლესთან და ორ ქალიშვილთან ერთად. და მახსოვს გავაცილე ყაზბეგში მივდიოდი და ბოლოს უნდა დაბრუნებულიყავი მე საზღვარზე რო ვიყავი და უნდა გადასულიყო რუსეთში გადასულიყო და გავაჩერეთ მანქანა გადმოვედით ვემშვიდობები ყველას გადავეხვიე და ელჩმა გახსნა ძარა ამოიღო ორი რაღაც ერთი ჟურნალი ტაიმი რომელიც მემაჩუკა იმიტომ რომ იცოდა რომ აინტერესებდა და მე ამოიღო მარლბოროს ერთი პაჩკა ესა რა ქვია შეკრა და მითხრა აი ეს იმათ მიეციო იმათ ვინ იყო ეს იყო მანქანა რომელიც მოგდებდა და რა მანქანა მოგდებდა ალბათ გასაგებია აი ეს იყო ეს ამბავი ედუარდ ჩავარდაძესთან მე აპარატში არ მიმუშავია მაგრამ მე ძალიან ბევრჯერ შემისრულებია პროტოკოლის საპროტოკოლო ცერემონიალი საქართველოს პრეზიდენტისთვის და მაშინაც როცა ის საქართველოს პრეზიდენტისთვის არ როცა ის საკას პირველი მდივანი იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი რო იყო რატომ როცა ის ხდებოდა სტუმარს მე მაშინ რა თქმა უნდა მის გვერდით უნდა ყოფილიყავი და მე ყველაფერს ამას წინ მიუძღოდი როგორც პარადს და ჩემი საქმე იყო რომ სტუმარი და მასპინძელი ყოფილიყო კომფორტში და არ დაბნეულიყვნენ რა გაეკეთებინათ ეს იყო ჩემი საქმე მახსოვს ერთხელ ასევე იყო ბატონ ჯუმბერ პატიაშვილთან იგივე რაღაცას ვაკეთებდი ხოლმე და აი პირველ პირებთან ესე გვიხდა მე მართალია მუშაობდი საგარეო საქმეთა სამინისტროს აპარატში მაგრამ სახელმწიფო პროტოკოლი ერქვა ჩემს საქმეს მე სახელმწიფო პროტოკოლი ცალკე გახდა კიდე მაგრამ მაშინ ასე იყო სახელმწიფო პროტოკოლი მიყვება და სხვათა შორის უნდა გითხრა რომ მე ძალიან მადლიერი ვარ ჩემი მეგობრის სამლეთ ჭიპაშვილის რომელიც მე შემცვალე საგარეო საქმეთა სამინისტროში შემდეგ ის გიორგი ძოწენიძემ გადაიყვანა იმაში უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმში და იქ გახდა საქმეთა მმართველის მოადგილე და იქ მიყავდა მას ეს საქმეები და რადგანაც ასეთი გამოცდილი იყო ჰამლეტი გაიგე და ჰამლეტი რა შეობდა აი პირველ თვეებში გაიგე მე მასწავლი და როგორ უნდა მეკეთებინა ეს საქმე და ძალიან კარგად გადმომცა თავისი გადმოცდილება და მე ერთად მუშაობდით ხელი-ხელ ჩაკიდებული როგორც ძმები ძალიან ტკბილად და ძალიან ლამაზად არაფერი არ გამოგრჩებოდა მხედველობიდან იმიტომ რომ ერთმანეთს ვამაგრებდით ჰამლეტ ჭიპაშვილი და მე ნუგზარ უხაძე საქართველოს ქართული ჟურნალისტიკით მე კმაყოფილი ვარ და რატო მიუხედავად იმისა რომ მთელი ქართული ჟურნალისტიკა არის ანგაჟირებული და ემსახურება შესაბამის პოლიტიკურ მიზნებს და არის პოლარიზებული ქართული ჟურნალისტიკა მე ვფიქრობ რომ ქართული ჟურნალისტიკა ჩვენი ჟურნალისტური სივრცე სავსეა უნიჭიერესი ახალგაზრდა ქართველი ჟურნალისტებით რომლებიც აი ეთყობა აი ეროვნული ნიჭი აქვთ ისე მოქმედებენ ეკრანზე და ისე ლაპარაკობენ მაგრამ მე მაინც ვისურვებდი რომ ქართველი ჟურნალისტი განსაკუთრებით ახალგაზრდა უფრო მეტი განათლების ფონზე საკუთარი განათლების ფონზე მუშაობდეს ანუ თვით განათლებაზე რომ უფრო მეც მუშაობდეს რატომ იცი ხანდახან აღმომიჩენია რომ ელემენტარული რაღაც შეიძლება ახალგაზრდა ჟურნალისტმა არ იცოდეს და ეს გულდასაწყვეტია ამიტომ მე წუნს ანუ ქართული ჟურნალისტიკა ქართული ტელევიზია არაფრით არ ჩამორჩება ამერიკულ ტელევიზიას
თავისი მოხერხებულობით, თავისი ჟინით, თავისი ტექნიკურობით, აი ყველაფრით, თავისი უშუალობით ეკრანზე, ყველაფერი თავის ადგილზეა, მაგრამ აი მძლავრ ჟურნალისტიკას ჭირდება ღრმა ზოგადი განათლება. თუ ამას დამიჯერებენ ახალგაზრდა კოლეგები, მხოლოდ მოიგებენ. ეს ერთი და მეორე. ქართულ ჟურნალისტიკაში ხდება ხშირად ქართული ენის წყენინება. იცი, ხანდახან ისეთ გაუმართავ ქართულს მოისმენ, რომ გული დაგწყდება, შეგზარავს. მოდი ხალხო, ჩემო კოლეგებო, ჩემო მეგობრებო, ეს ჩვენი დიდებული ქართული ენა არ გავამარტივოთ, არ გავაბახოთ, არ დავცინოთ ქართულ ენას, არ ჩამოვარჩინოთ სხვა ენებს, მოდი ერთად განვავითაროთ ეს ენა, ჩემო კარგებო, მოდი გავათავისუფლოთ ისეთი ბორკილებისგან, რასაც ბარბარიზმები ქვია. არ გვინდა ამდენი ბარბარიზმი. ქართული ენა საკმაოდ ნაყოფიერი და მდიდარია იმისათვის, რომ ბარბარიზმები თავიდან მოვიშოროთ და გარდა ამისა. აი ეს გულდასაწყვეტი სიმარტივე, რომელიც ახლავს თხრობას ქართულ ენაზე ჩვენ ჟურნალისტიკაში, ჩემის აზრით უნდა დაიძლიოს და ეს კი არ უნდა გართულდეს, უნდა გაღრმავდეს და გამდიდრდეს ლინგვისტურად. აი ეს იქნება ჩემი სურვილი. მომავალი თაობისთვის. რა ვიცი, ალბათ ყველაზე ჩვენს დროში ყველაზე სწორი იქნებოდა სიკეთეს რო თავი დავანებოთ, აი სიკეთე არ უნდა გვავიწყდეს არასოდეს. ეს სწორად გამიგეთ, აი ფონი უნდა იყოს სიკეთე, ჩვენ უნდა ვიყოთ კეთილი ადამიანები, მაგრამ ამ სიკეთის ფონზე უნდა იყოს რაციონალიზმი, უნდა იყოს დროის პატივისცემა, რომელიც უკვე ვახსენე და ამერიკაში ვისწავლეთ თქვი. აქ უნდა იყოს შენი მომავლის ჭვრეტის მკაფიო უნარი, რა ახლავე რომ იცოდე, რას გააკეთებ 20 წლის შემდეგ და რომ შემთხვევითი არ უნდა იყოს ეს ყველაფერი. და მე ვიტყოდი, რომ ისევ დაუბრუნდებოდი ზოგად განათლებას, არის ელემენტარული რაღაცები, რის გამოშენაც შეუძლებელია და ეს ზოგადი განათლება არ უნდა დაეკლონ. ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ ისე მოემზადონ ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს, შვილების და შვილიშვილების ტოლ ხალხს, ვურჩევ ისე მოემზადონ ცხოვრებისათვის, რომ ემშვენიერ დღეს, როცა ეს ჩვენი საყვარელი საქართველო აღმოჩნდება მათ ხელში, უცებ არ აღმოაჩინონ, რომ მართვა არ შეუვლიათ საქართველოსი. ანუ მოემზადონ ამ ქვეყნის სამართავად მომავალში. დღეს რო ხარ 20 წლის და 25-ის, გავა 20 წელიწადი, 25 და იქნება 45 და 50 წლის. მაშინ საქართველო იქნება შენ ხელში და შენ მისი მოვლა, მისი პატრონობა და მისი მოფერება უნდა შეგეძლოს. აფსუსი იქნება თუ საქართველო აღარ იქნება დედამიწის ზურგზე. აფსუსი იქნება ქართველ ქალს და კაცს თუ შეეზარება გამრავლება და შეეშინდება შვილის გაჩენის. აფსუსი იქნება თუ ერთვენიერ დღეს 100 წლის მერე თუნდაც რომ ქართულ ენაზე არავინ არ ლაპარაკობდეს და ამ შვენიერი ანბანით არავინ ასარგებლობდეს. შენი სიჩვენი ანბანი რას ნიშნავს? ეს არის შოკი დანარჩენი სამყაროსათვის. შოკია. არასოდეს არ დამავიწყდება ერთხელ ლონდონში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ვზივარ ჩემს მაგიდასთან და რაღაც საქმეს ვაკეთებ ჩემსა და შემოვიდა ესპანური განყოფილების უფროსი და მაგიდაზე შემთხვევით დაინახა რაღაც წიგნი. აიღო, შეატრიალა, შემოტრიალა, ვერ გაიგო რა შეა. გადაშალა, ვერ მიხვდა. რა არის ეს რა? მე ვუთხარ ეს ქართულია და ეს ასოები, ქართული ასოებია მე ვუთხარ. როგორ ქართული არის ასოებია ხო? კითხო მე ვუთხარი. და მე აღარ დავინდა და ვუთხარი. მინიმუმი 3000 ენაა თურმე დედამიწის ზურგზე. ზოგი ამბობს 5-ო, მაგრამ მე 3 ვიცი, მინიმუმი. აქედან მხოლოდ 14-ს ქონია დამწერლობა. ამას ვეუბნები კარლოს, ჩემს მეგობარს. და პირდაღებული მისმენს. რა წიგნს მოკიდა ხელი მაგიდაზე რამედო? ვირგილიუსის ენეიდა ქართულ ენაზე თარგმნილი. წარმოგიდგენია?
რომელიღაც უცნაურს ასწაულ რაღაც გაუგებარ ენაზე არსებობს ეს გენიალური ნაწარმოები. ჩაციკწიკებული ლამაზი ქართული ასოებით. შენ როგორ გონია, მაშინ რა ამ დროს იცი რას გრძნობ? რომ უცხოელი ამას რო გეკითხება შენ ამას ეუბნები, ასე მგონია, რომ საქართველოს მაწევს ბეჭებზე და უნდა მივიტანო იქ სადაც გამარჯვებაა. აი, ასეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე. და ასეთი რამდენი რაღაცის მომავალ შეგვიძლია ქართველი, ისე ქართველებს ერთმანეთს ხანდახან დავცინით ხოლმე. კარგი მორჩი რა ტრაბახი ამ ქართული ამბით. ესე იგი თითქოს გვიკრძალავს თანამედროვეობა, რომ ვიამაყოთ, ესე იგი, ჩვენი ტრადიციით, ჩვენი სუფრით, ჩვენი სიტყვა-პასუხით, ჩვენი მანერით, ჩვენი მიმოხრით. რა არის, ქართველებს ისტორიამ და ბუნებამ ღმერთმა მიცა ნება, რომ რაღაცით იტრაბახოს. და რა შეასა ადამიანები ვართ, გაიგე და ეს შეგნება რო გვაქვს, რომ ასეთი ენა გვაქვს, ასეთი ანბანი, ასეთი პოლიფონია, ასეთი ღრმა ისტორია, ასეთი ლიტერატურა, ასეთი პოეზია. პოეზია აღარ დავასახელებ. გალაქტიონი რო გეყოლება. ლექსის დამწერად ქვეყანაში ის ქვეყანა ხელწამოსაკრავია? არა. ანუ ღმერთმა მიცა ქართველს ძალიან ბევრი რაღაცა რომ იამაყოს და ეს სიამაყის გზნობა რაც არ უნდა მოკრძალებული იყო. მაინც შიგნით არის და ხანდახან ამოხეთქავს ხოლმე და ლაპარაკი მოგინდება ამაზე. მე მაგალითად საღერღელი ამეშლება რომ დავთვრები ხოლმე ცოტას ხო მომინდება ამაზე ლაპარაკი. რატო ისი უკვე ძალიან თავისუფლდები რომ დავლებ ხოლმე და თამადათ ვარ მით უმეტეს და ვერ მაჩერებს ვერავინ ამაზე ლაპარაკით. რატო? შიგნით არის ეს ყველაფერი. ღმერთმა დამიფაროს რომ მე ტუტუცურად ვიამაყო რაღაცით. ჩემის თანაკრიტიკოს საქართველოს არ ყავს. იმდენი რაღაც არ მომწონს და იმდენ რაღაცაზე ესე იგი ვარ შეჭმუხნელი და გაბრაზებული. მაგრამ არის რაღაცები, რასაც ვერ დავთმობ, ვერ დავგმობ. არის ისეთი რაღაცები ამ ჩვენ ქართულ ამბავში, რომლის არ თქმა არ შეიძლება. თელმა სამყარომ უნდა იცოდეს. შენ იცი რომ აი საქართველოში ნაშოვნი ფული, აი ბიუჯეტი ხო? საქართველოს ბიუჯეტი. რომელიც ამდენი მილიარდია. ამის ნაწილი იცი რას უნდა ეძღვნებოდეს? ამის ნაწილი უნდა ეძღვნებოდეს იმას რომ გაიგოს სამყარომ საქართველოს რა არის და ვინ არის. ასე დამალული კი არ უნდა ვიყოთ. ყველამ უნდა იცოდეთ რას წარმოვადგენთ. ამერიკელები იცი რომ გარამაყობენ თავისი კონსტიტუციით. როცა ამერიკულ კონსტიტუციაზე და ტრადიციებზეა ლაპარაკი და 4 ივლისზეა ლაპარაკი, ანუ ამერიკის თავისუფლების დღეზე 1776 წელს მიღებულ თავისუფლებაზე, ბრიტანეთის გვირგვინიდან გათავისუფლებაზე, ხომ? აი ჩვენ ზუსტად ისეთივე იქ რესპუბლიკელის და დემოკრატის, ლიბერალის და კონსერვატორის გარჩევა არ არსებობს. ყველას ერთნაირად უყვარს თავისი კონსტიტუცია და თავისი დროშა, რომელსაც ეთაყვანებიან. ასეთი ერთსულოვანი მინდა ვიყოთ ჩვენ ყველანი, ერთმანეთი რო გვძულს პოლიტიკურად, ისინიც კი ერთად უნდა იყვნენ, მაშინ როდესაც საქმე მიდგება ქართული ამბის სამყაროსთან მიტანაზე.